გამარჯობათ მეგობრებო. კვლავ შევხვდით ერთმანეთს. ჩემმა სვენებმა მანახა პასუხი იმ ახალგაზრდა ბიჭის. აი ნუ არ ვიცი რა. აი იაბდაუბდა მე ვერ გავიგე. პასუხი გამცა მაინც ვერ გავიგე რა. აი ეს არის საშინელება რა. აი მე მიკვირს ესეთი იაფასიანი ბლა ბლა ბლათი. რას იჯერებთ მაგ ახალგაზრდა ბიჭის? რა პასუხი გამცა მე ვერ გავიგე რა. ისე წაირუტუნა რაღაცა. მე არ ვიცი რა, ის უფრო მოსაწონი იყო, რომ იტყულებოდა და არ იცოდა, ვიდრე მე გამცა ახლა პასუხი. მეგობარს რომელსაც ეგ მანახა ვეუბნებოდი, რას იძახის იქ შენ გამაგებინო მეთქი რა. სამება ესა რაღაცა რა. რომ პასუხი გამცა რა ვითომ რა. მე შენ დაგისვი კითხვები. მიგითი და თავები. მე ბაიბოლზე და მაგ კითხვებზე და მაგ თავებზე რა წერია მაგ თავებში ის გამაგებინო და ის აგვიხსნა რა. მაშინ იქნება ეგ ჩემთვის პასუხი. ანუ როცა შენ მე მეტყვი რომ ეგრე კი არ არის აი ესე. აი ბოდიარე ვერ გავიგე რა. მე მოკლედ გეტყვით ყველას ვინ არის შემოქმედი. თქვენ რას გინდა ის დაარქვით რა. შემოქმედი არის ის, ვინც კვერცხში არსებული გულიდან და ცილიდან ქმნის წიწილას, სიცოცხლეს. შემოქმედს მიხვდება ის, რომელიც მიაგნებს იმ მექანიზმს, როგორ მოქმედობს შემოქმედი ისე, რომ ცილისა და გულისგან ქმნის ბუმბულს, იმას, ძვლებს, ასე და სიცოცხლეს. ხო და შენთვისაც და აი ყველა ახალგაზრდისთვისაც ყველაზე კარგი იქნებოდა ის, შეგეცნოთ რა ზალა აკეთებს ამას. ვინა ის ფენომენი, რომელიც ჩვეულებრივი გულისა და სილისაგან სიცოცხლეს ქმნის. შენ უფრო მიუახლოვდები ღმერთს, ვიდრე იმ რუტუნისაგან, რასაც მუდამ რუტუნობ და არც გესმის რას რუტუნობ. ახსოვდეს ისევ შესასარგებლოდ გეუნები, რომ ქმნილებით შეიცნობა შემოქმედი. რასაც ეკლესია არ აკეთებს, მაგას ისევ მეცნიერები აკეთებენ, რადგან შემოქმედი მატერიის ყველა ფორმაში დაწყებული ერთუჯრედიანი და დამთავრებული გალაქტიკებით მატერიის შიგნით არის სიღრმეებში. შენმა ცნობიერებამ მე სიღრმეები უნდა გაიაროს და მხოლოდ მაშინ იპოვნი ყველა დასრულებულ სისტემაში ცეცხლსა და მასში არსებულ სინათლეს. ეგ არის შემოქმედი ყველგან არსებული. იმიტომ რომ ყველას გულში ეს იქნება ატომი, გალაქტიკა, უჯრედი, თუ რა ვიცი რა. ანუ მოსცემული სისტემის იქნება ეს უჯრედი თუ ატომი, მისი უფალი და ის არის შემოქმედი. ხო და ის უნდა დაინახო ის მექანიზმი უნდა დაინახო. და შენ როდესაც უჯრედში ამ მექანიზმს დაინახავ, მერე ნამდვილად იტყვი რომ იესო არ არის შემოქმედი ღმერთი. და მერე კი არა სანამ შენ დაინახავ. აი ეხლავე გეტყვი და ეხლავე არ იტყვი. და რასაც მე ვიტყვი, ეგ იცის ყველა. თვით უგუნურებმაც კი. აი ყველა მიცის რა. ყველა მიცით რომ კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგად იბადება რაიმე არსება. ეს ყველასთვის არის ერთი პროგრამა. აი ასე იბადება ყველაფერი, აი ამ პროგრამით. ნაყოფიერდება კვერცხუჯრედი და იწყება განვითარება. ეხლა მე გეკითხები თქვენ. იცით რომ სპერმატოზოიდი თვითონ წარმოადგენს ბირთვს, რომელსაც ძრავი ელექტრომიკროსკოპები თუ უყურებენ. და უყურებენ მეცნიერები, როგორ აი ამ პატარა რაღაციდან, რომელშიც თითქმის არაფერი არ ჩანს, იწყება ორგანიზმის განვითარება, ასე ვთქვათ, ემბრიონის განვითარება. და ემბრიონი ვითარდება, წარმოიქმნება ტვინი, წარმოიქმნება სხვადასხვა ორგანოები. ისე სინქრონულად მიდის ეს პროცესი, რომ აი მეცნიერებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ
რაღაცა დიდი ცნობიერების გარეშე აი ეს პროცესი ვინმემ გაახორციელოს. ხო და როცა ეს პროცესი ორგანიზმში მიდის, როდესაც აი თქვენი შვილი ვითარდება, როდესაც უკვე განვითარდება, როდესაც უკვე დადგება ჟამი, რომ ის დაიბადოს, ეს არის ურთულესი პროცესი. როგორ ფიქრობთ, ხალხო? ეს პროცესები ყველგან და ყველაფერში, აი დედამიწაზე ხარ რამდენი რაღაცა იბადება, ღმერთს მოუწყის ვერ დათulis ვერაფერი რა. და იმიტომ იბადება, რომ იესო ქრისტეს დამსახურება არის. იესო ქრისტე რომ დედამიწაზე დადიოდა, იმიტომ იბადებოდნენ ესენი. იესო მოვიდოდა, არ მოვიდოდა, არავინ არ იცოდა, რას დედამიწა გაჩნდა, ეს პროცესები სულ მიდის. და მაგაში არ მეთანხმებით, ეგრე არ არისო? ხო და მე გეუბნებით მეთქი, მე რომ ამოფარებულხარ ამ პატარა ბავშვს ეკლესიის წარმომადგენლებს ვეკითხები. ყველა ეკლესიის წარმომადგენლებს ვეკითხები რა. ერთი აი ვინ არის რა მართლმადიდებელი გამოვიდეს და მითხრას. აი ეს პროცესები იესოზე არის დამოკიდებული. ეს პროცესები ნამდვილად არ არის იესოზე დამოკიდებული. თქვენ იცით. და თუ არ არის იესოზე დამოკიდებული, თქვენ იცით? ეს შემოქმედი არ ყოფილა. შემოქმედი ეგ არის. ქმნის სიცოცხლეს და შემდეგ მართავს ამ სიცოცხლეს. მასე ჩვენ ღმერთის ქმნილებები ვართ და შემოქმედებიც ვართ. მაგრამ როდესაც საუბარი მიდის სამყაროს შემოქმედზე, უზენაეს არსებაზე, ის მარტო ფორმების კი არა, ის სიცოცხლის შემოქმედიც არის. სიცოცხლეს ბადებს. ეგრე ჩვენ რობოტები შევქმნით, ცოცხლები კი არ არიან. ის სიცოცხლის შემოქმედია, ესაა მთავარი. ეხლა მე გეკითხები თქვენ რა. სიცოცხლის შემოქმედი, რომელიც თვითონ არის სიცოცხლე ყველაფრისთვის, ის გააკრეს ჯვარზე და მოკვდა ხოთა? გესვით საერთოდ რას ამბობთ? ის უკვდავი არსება არის. სულია ის, სული. ველი როგორ უნდა მოკლა ერთი მაინტერესებს რა. აი ელექტრომაგნიტური ველი არსებობს, დაუშვათ რა. მიდი ერთი რა მოკალი და ჯვარზე გააკარით რა. სიცოცხლის შემოქმედი როგორ განკაცდეს უნდა. ეს მისი ემანაციები იძენენ ხორციელ სხეულს, არა თვითონ. ამიტომაც გეუბნებით მე თქვენ. ვისაც უნდა შემოქმედის შეცნობა, თქვენ ტყუილად ნუ ძველ გადმონაშთებს. იქ არაფერი არ გამოგივათ, არა. თქვენ უნდა შეისწავლოთ თანამედროვე მეცნიერების მიღწევები. ერთი სიტყვით შემოქმედს ხელის გულივით შეიცნობს ის, ვინც შეიცნობს ყველა პროცესს დეტალურად, რას მიმდინარეობს ცოცხალ უჯრედში. და აი მეცნიერები უკვე 21 საუკუნეში, აი გარეევით დაწყებული, მე ხშირად ვახსენებ ხოლმე მას ლექციებში და სხვა მეცნიერებიც კიდე ძალიან მიუახლოვდნენ ამ თემას. ეს თემები მე შევისწავლე და ძალიან კარგად ვიცი. იქ მიმდინარე პროცესები, როგორ, რაფერ. იქამდეც მივიდნენ უკვე ეს მეცნიერები, რომ უკვე ხელის გულივით ამტკიცებენ, რომ სიტყვით იქმნება მართლა. და არა ისე რა, 2000 წელი რო იძახდნენ რა სიტყვით. და არც არ შეეროდა ხალხ, ნუ იცოდეთ 2000 წელიწადია თქვენ ადამიანს ვერ მონახავდით. რომ ეგ შეცნობილი ქონოდა და ძახილით იძახდა ხო? თქვენ ცოდნის გარეშე ვერ შეიცნობთ შემოქმედს. და რა თქმა უნდა ის მასწავლებლები, რომელიც ჩვენთან მოვიდნენ და გვასწავლიდნენ რაღაცებს, ის საკითხები რა თანამედროვე მეცნიერებმა იცის კერძოდ მიკრობიოლოგიისთვის, მათ ეს არ იცოდნენ. ეგ თქვენ გონიათ რომ მათ იციან. აი თუ ვინმე შერაცხეთ რამეთ და დააჯერეთ თქვენ ცნობიერებას, რომ ეს არის ღმერთი, ეს არის აი ვინც მესია მოვიდა და აუცილებლად აღიქმება თქვენ ცნობიერებაში ისეთი იმპულსი, რომ თითქოს მან ყველაფერი იცის. აი მუსულმანებს რო კითხოთ, მუჰამედი ის იყო, რომელიც ყველაფერი იცოდა. ან იცოდა და ან არ იცოდა რა. შემოქმედი არის ის, ვისაც გელაპარაკებათ იესო. და მე კიდევ გეუბნებით. ბევრად უფრო ახლოს მივიდა შემოქმედთან თანამედროვე მეცნიერება,
იმ სიღრმეებში ჩაიხედეს უჯრედში, რომ ეს უბრალოდ იესოს სწავლების მერე უნდა შეავსოთ. ეგრე კონკრეტულად არც იესოს არ ვლაპარაკია. ის უბრალოდ შემოქმედ ღმერთს თქვენ გასწავლით და თქვენ აიღეთ და იესო არის თვითონ შემოქმედიო. ის თვითონ გელაპარაკება შემოქმედზე რა. საქართველოში მოისპოს საერთოდ განათლება. ამ მიმოხილვის მერე მე დავიწყებ ისეთ ლექციებს, რომ ყველა გახრას მიმართავ რა. ჩვენ აკადემიასაც, მიკრობიოლოგებსაც, ისტორიკოსებად, ზოგიერთ ვასია გეოლოგებსაც, ბევრს იმებს შევეხები. იმიტომ რომ მოისპოს საქართველოში საერთოდ რა განათლება რა. და წინსვლა ამ ხრივ რა. და აგერ თქვენი თვალით დაგანახებთ მაგას რა. ელოდებიან ვიღაცა რომელიმე ქვეყნის რაღაცის აღმოჩენას, რომ მერე ის დაიზეპირო და გაიმეორო რა. ჩვენ მეცნიერი არ აკვავს, იცით თქვენა. ეგენი არის ყველა ზუბრიაჩკები რა. გონე თავისით რამე გაუკეთებიათ მაგათ და რაღაცა სტატია დაიდება და იმას იმეორებენ. საკმაოდ წილი თქვენც მიგიძღვით. ასეთი გაუნათლებელი რო არის ერი. თქვენ არ ასწავლით ერს. ვისაც რა მოეპრიანება უკვე თავში, იმას ყვირის. განა არ შეიძლებოდა თქვენგან გამოსულიყო ვინმე. აჩემებული რო აქვთ, ეხლა დედამიწა ბრტყელიაო, რომ აეხსნა ამ ხალხისთვის. თქვენთვის ხალხი არაფერს არ წარმოადგენს. მე ვთვლი რომ თქვენ არ იქცევით. სწორედ. ამიტომ საათის ისრებს ეხლა მე თქვენსკენ გადმოვწევ. და მე მოგწერთ ხოლმე იმას, რაც ერისთვის საჭიროა.